მოგესალმებით კინგსელებო. Გთავაზობთ კინგსის 2015 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მე-9 კლასი. ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს საკითხისგან. პირველ დავალებაში მოცემულია წინადადებები გამოტოვებული ადგილებით. Choose the best word to fill in spaces. 40 years ago, passenger ships from Liverpool to America. A. Sailed. B. Sail. C. Sailing. ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია. მეორე სავარჯიშოში მოცემულია წინადადება. მოსწავლემ ჩამოთვლთაგან უნდა აირჩიოს იმავე მნიშვნელობის მქონე მეორე წინადადება. What does each sentence says? You must keep desks clear and return books to shelves after use. A. Students have to put everything back when they have finished. B. Students must return their books to the library by the date shown. C. Students should ask for help if they cannot find a book on the shelves. ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. მესამე დავალებაში მოსწავლემ უნდა დაალაგოს სიტყვები სწორი წინადადებების შესადგენად. Match the words to make a correct sentence. She did her homework yesterday. ეს სავარჯიშო 5 საკითხს მოიცავს და 10 ქულიანია. მეოთხე დავალება წინადადებაში დაშვებული შეცდომის აღმოჩენას ეხება. Find the mistake. You can to stay with me when you come to London. ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. მეხუთე დავალებაში მონაწილემ მოცემულ სიტყვას უნდა შეუსაბამოს სინონიმი. Choose the synonym. Kind. A. Nice. B. Wild. C. Funny. დავალება 5 საკითხს მოიცავს და 10 ქულიანია. მეექვსე სავარჯიშო წინადადებების შევსებას ეხება. Choose the correct answer. This is the thing I have ever done. A. Harder. B. Hardest. C. Hard. ეს დავალება 30 ქულიანია და 10 საკითხს მოიცავს. რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშო სიტყვათა მარცხწერას ეხება. Choose the correctly spelled word A, B or C. კინგსი გისურვებთ წარმატებას.